ეკრანზე ხედავთ ამ მასალას, სადაც ნეთანიაჰუ ისრაელელებს ესაუბრება იერუსალიმში. მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში მომხდარმა რამდენიმე შოკმა, ირანის სრული დამცირების წინაშე დააყენა. ეს ხდება იმავე დროს, როდესაც ტრამპი დიდი შვიდეულის სამიტზე ასევე ამტკიცებს, რომ ირანის რეჟიმი დანებდა. დამცირება თეირანისთვის იზრდება, რადგან ნეთანიაჰუ გამოჩნდა და გამოაცხადა ირანის უშუალო საფრთხეზე დამაჯერებელი გამარჯვება. იმ დროს, როცა ტრამპი ამერიკული მხრიდან არტყამს რკალს და ნათლად ამბობს, რომ არ არსებობს თავისუფალი ჩეკი, არ არსებობს ავტომატური ჯილდო და არ არსებობს ღია გზა ბირთვული ბომბისთვის. ნეთანიაჰუ მისაუბრა ეგზისტენციალურ რისკზე. თქვა, რომ ისრაელმა და მისმა ამერიკელმა მოკავშირეებმა თავიდან აიცილეს განადგურების საფრთხე და გააფრთხილა, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ტრამპმა თავის მხრივ დროებითი შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შემაკავებელ ბერკეტად მიიჩნია და ზეწოლა რეჟიმის ქცევაზე გაამახვილა. ეს არის ისრაელი რეგიონული ფრონტის ხაზზე, შეერთებული შტატები გლობალური ზეწოლის სათავეში და ირანი, რომელიც პოლიტიკურად გადარჩენას ცდილობს. მას შემდეგ, რაც მისმა ძალის ნარატივმა მსოფლიო თვალში სისუსტის ნიშნად გადაიქცა, რა მოხდა სინამდვილეში ნეთანიაჰუს ამ პრეს-კონფერენციაზე? რატომ აჩვენებს ეს განცხადება ირანისთვის მძიმე მარცხს? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში პრეს-კონფერენციაზე გამოჩნდა 15 ივნისის საღამოს და მიმართა მოსახლეობას, რომელმაც თვეების განმავლობაში განიცადა დაძაბულობა, თავდასხმები, განგაშები და გაურკვევლობა. მან თქვა, რომ ისრაელმა ამერიკელ მეგობრებთან ერთად წლების განმავლობაში მოაცილა ირანის ბირთვული საფრთხე. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიზანი იყო თეირანის რეჟიმისთვის შეეჩერებინა ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც ისრაელის არსებობას საფრთხეს შეუქმნიდა. შეეჩერებინა. მან მკაცრი ენა გამოიყენა. ისაუბრა ისრაელებისთვის სასიკვდილო საფრთხეზე. ასევე სცადა ეჩვენებინა, რომ ომი მხოლოდ სამხედრო პასუხი არ იყო, არამედ მოქმედება უფრო დიდი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ეს განცხადება ჩვეულებრივ დროს არ გაკეთებულა. ის გაკეთდა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დროებითი შეთანხმება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. დონალდ ტრამპმა ეს მემორანდუმი დაიცვა დიდიშიული შვედრაზე საფრანგეთში და თქვა, რომ მთავარი საკითხი ირანისთვის ბირთვული იარაღის შეჩერებაა. როიტერის ინფორმაციით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება ამას ნათლად აჩვენებს და ასევე გააფრთხილა, რომ თუ ირანის რეჟიმი ამ გზას გააგრძელებს, მას მძიმე შედეგები ელოდება. აქედან სრულიად იცვლება სიტუაციის აღქმა. ირანი ცდილობდა წინააღმდეგობის ჩვენებას, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც მთავარი თემებია შეზღუდვები, კონტროლი და ზეწოლა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ ისაუბრა ისე, თითქოს ირანი ხელშეუხებელი ძალა იყოს. მან ისაუბრა როგორც ქვეყნის ლიდერმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აღარ დაელოდოს ყველაზე ცუდის მოხდენას. იერუსალიმ პოსტის მიხედვით მან განაცხადა, რომ შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი არც დღეს და არც ხვალ. ეს ფრაზა ისრაელის რეაქციის ცენტრშია. ისრაელი არ ამბობს, რომ ხელებს დაიკრავს მხოლოდ იმიტომ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ისრაელი ამბობს, რომ მოლაპარაკება არ ცვლის უსაფრთხოებას, არ აქრობს საფრთხეს და არ აძლევს თავისუფალ გზას ირანის რეჟიმს გააგრძელოს თამაში. დროთა განმავლობაში ტრამპი მოქმედებს სხვა ფრონტზე. ამერიკის პრეზიდენტს არ სჭირდება ნეთანიაჰუს სიტყვების გამეორება, რომ იყოს იგივე პოლიტიკურ ომში ირანის წინააღმდეგ. ის იყენებს შეერთებული შტატების ძალას. ამ დიპლომატიური წინსვლის წინ ტრამპს უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ის არ საუბრობდა სანქციების შემსუბუქებაზე ან ირანისთვის ფულის გადაცემაზე მხოლოდ საუბრის გამო. მოხსენებები, რომლებიც შეთანხმებას ეხება, აჩვენებს, რომ მემორანდუმი ხსნის 60 დღიან ფანჯარას ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის. ამ საუბრები უნდა შეეხოს ირანის გამდიდრებულ ურანს და სანქციებში შესაძლო ცვლილებებს. მაგრამ ზეწოლა გრძელდება, რადგან შეთანხმება ჯერ კიდევ ყველაფერს არ წყვეტს. ის იწყებს ანგებს ანგარიშვალდებულების ეტაპს. ზუსტად ამ ეტაპზე ცდილობს დონალდ ტრამპი თავისი პოზიცია განასხვავოს 2015 წლის შეთანხმებისგან, რომელიც ობამას ეპოქაში დაიდო. ტრამპი ამბობს, რომ იმ შეთანხმებამ ირანს გზა გაუხსნა წინსვლისთვის. მაშინ, როცა ახალი მოდელი ბირთვული ბომბის წინააღმდეგ ბარიერად უნდა მუშაობდეს. ეს განსხვავება გადამწყვეტია. ეს არ არის დიპლომატია სისუსტის გამო. ეს არის მოლაპარაკება ირანის რეჟიმის პოლიტიკურ ყელზე მიბჯენილი დანით. ნეთანიაჰუმ ასევე გამოიყენა სიტყვა, რათა ეჩვენებინა, რომ ომი ირანულ ღერძთან მხოლოდ ირანში არ დარჩენილა. მან ახსენა ჰამასი, ჰეზბოლა, ღაზა, ლიბანი და სირია.
ისრაელის მიერ წარმოდგენილი იდეაა, რომ თეირანის საფრთხე მხოლოდ ირანის ტერიტორიაზე არ არსებობს, ის ვრცელდება შეიარაღებულ ჯგუფებზე, გავლენის მარშრუტებზე, არასტაბილურ საზღვრებსა და რეგიონულ ბაზებზე. 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელი უფრო აგრესიულ უსაფრთხოების დოქტრინას იცავს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აღარ მიიღებს მტრულ ძალებს, რომლებიც მის საზღვრებთან ხელახლა ორგანიზდებიან ახალი ტრაგედიის მოსამზადებლად. ამიტომაც მან უსაფრთხოების ზონებზე ისაუბრა. ისრაელი აპირებს დარჩეს სტრატეგიულ ტერიტორიებზე ღაზაში, ლიბანში და სირიაში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროდ ჩათვლის. გაზეთმა Guardian-მა აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა შექმნა ღრმა უსაფრთხოების ზონები ისრაელის სახელმწიფოს გარშემო. ეს დიდი ცვლილებაა ისრაელის დოქტრინაში. ადრე განხილვა ძირითადად თავდასხმის შემდეგ პასუხზე იყო ორიენტირებული. ეხლა ნეთანიაჰუ ყიდის იდეას, რომ არ დაუშვას, რომ საფრთხე კვლავ მოახლოვდეს. ირანისა და მისი რეგიონული მოკავშირეებისთვის ეს სივრცის გავლენისა და მოქმედების თავისუფლების დაკარგვაა. ჰეზბოლა ამ გზავნილის ცენტრალურ ნაწილად ჩანს. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს ჯგუფი დღეს მხოლოდ ჩრდილია იმისა, რაც ომამდე იყო. ამ ფრაზის პოლიტიკური მიზანი ისაა, რომ აჩვენოს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ჯგუფმა დაკარგა ძალა, დაკარგა დაშინების უნარი და ვეღარ წარმოაჩენს თავს ისრაელის წინააღმდეგ კედლად. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე მოლაპარაკებებისა, ისრაელი ამტკიცებს, რომ ინარჩუნებს თავდაცვის უფლებას, თუ ჰეზბოლა შეეცდება ხელახლა ორგანიზებას ან კვლავ თავდასხმას. ეს ზეწოლა სახდენს თეირანზე, რადგან ირანი ყოველთვის იყენებდა ამ ჯგუფებს როგორც თავისი რეგიონული ძალის გაგრძელებას. ჰამასიც შევიდა ნეთანიაჰუს განცხადებაში, როგორც იმავე საფრთხის ქსელის ნაწილი. ირანს სურს, რომ ახლო აღმოსავლეთში წინააღმდეგობის ლიდერად გამოჩნდეს. მაგრამ ბოლო ოპერაციების ეფექტი განსხვავებული იყო. მისი მოკავშირეები უფრო მეტად გამოაშკარავდა, მის მარშრუტებზე ზეწოლა უფრო გაძლიერ და მისი დაუმარცხებლობის იმიჯი შეირღა. დამცირება იზრდება, რადგან რეჟიმის ძალის რიტორიკა ეჯახება სამხედრო, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ალყის რეალობას. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა ისრაელის სამხედრო ინდუსტრიაზე. ისრაელმა დაამტკიცა 350 მილიარდი შეკელის გეგმა მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში, რათა განავითაროს უფრო დამოუკიდებელი საბრძოლო მასალების ინდუსტრია. ეს ნიშნავს, რომ ისრაელმა ემბარგოების, ზეწოლებისა და საერთაშორისო მუქარების ფონზე ისწავლა, რომ საჭიროა საკუთარი არსენალის უფრო მეტი ნაწილის წარმოება. თეირანისთვის ეს ცუდი გზავნილია. ისრაელი ისწრაფვის ნაკლები მოწყვლადობისკენ, მეტი საკუთარი შესაძლებლობისა და უფრო სწრაფი რეაგირებისკენ. ეს გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება საერთაშორისო გარემოს. ბოლო წლებში რამდენიმე ქვეყანამ სცადა ისრაელზე ზეწოლა შეზღუდვებით, ემბარგოთი ან დიპლომატიური მუქარებით. ნეთანიაჰუ ამ გამოცდილებას იყენებს იმის დასაცავად, რომ ისრაელის უსაფრთხოება არ უნდა იყოს უცხო ქვეყნების მთავრობის განწყობის ცვლილებაზე დამოკიდებული. იდეა მის აუდიტორიასთვის მარტივია. ისრაელს სჭირდება მოკავშირეები, მაგრამ ასევე სჭირდება ავტონომია და როცა ეს ავტონომია იზრდება, ირანი კარგავს თავის ძველ ფსონს, რომელიც ისრაელის პოლიტიკური დესგასტეის მოლოდინში დროის მოგებას გულისხმობდა. ისტორია გვეხმარება გავიგოთ, რატო ამახვილებენ ტრამპი და ნეთანიაჰუ ასე ძლიერ ყურადღებას ბირთვულ თემაზე. 2015 წელს ობამას ეპოქაში გაფორმებული შეთანხმება ბევრ კონსერვატორი კრიტიკოსისთვის დათმობის სიმბოლოდ იქცა. ტრამპმა თავისი პირველი ვადის განმავლობაში შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან გამოიყვანა, რადგან ამბობდა, რომ ის არ ებრძოდა ირანის სარაკეტო პროგრამასა და რეგიონულ გავლენას. ეხლა, როდესაც ახალ მემორანდუმს ბარიერად განიხილავს, ის ცდილობს აჩვენოს, რომ ძველი შეცდომა აღარ განმეორდება. ამერიკელი მემარჯვენეებისა და ისრაელის მოკავშირეებისთვის მიზანი მხოლოდ ხელმოწერა არ არის. მიზანია, რომ თეირანმა ეს დოკუმენტი დროის მოსაპოვებლად არ გამოიყენოს. სხვა ქვეყნებსაც ჰქონიათ ეს დილემა აგრესიულ რეჟიმებთან, როდესაც ავტორიტარული ძალა ყოყმანს ამჩნევს. ის ხშირად ზღვრებს ცდის. რუსეთმა ეს უკრაინაში გამოცადა, ჩინეთი კი ინდოწყნარ ოკეანეში ცდის. ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ მუქარას შანტაჟის იარაღად იყენებს. 10 წლეულების განმავლობაში ირანი ცდილობს იგივე ლოგიკის გამოყენებას ახლო აღმოსავლეთში. ზეწოლას ახდენს ენერგორესურსების მარშრუტებზე, აძლევს იარაღს მოკავშირეებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს მუქარის ფონზე და შემდეგ დასავლეთს ადანაშაულებს კრიზისში.
სხვაობა ეხლა ისაა, რომ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკება ირანისთვის დამცირება დაქცია. ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუ აჩვენებს, რომ ისრაელი აღარ დარჩება პასიური თავის საზღვრებთან ახლოს. მე ვარ მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალუესი